ბათუმის სპორტ სკოლაში ქალაქურ კრივში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა. დღესვე აჭარის ღია პიროვნობა გაიმართა საბრძოლო ჭიდაობაში, რომელშიც ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და სტეფანწმინდის სკოლების 70-მდე ახსაზრდელი მონაწილეობდა. ჩემპიონატი ქართული საბრძოლო ხელოვნებათა კავშირის ინიციატივით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით ჩატარდა. ორთაბრძოლები ტრადიციულად ლოცვით იწყება. ტატამზე ერთმანეთს ეროვნულ სამოში გამოწყობილი 70-მდე მოზარდი ეჯიბრება. გათამაშებაში ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და სტეფანწმინდის ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლების ახალგაზრდელები მონაწილეობენ. საბრძოლო ჭიდაობა უძველესი ქართული სახეობაა. მოზარდები ამ დროს ეჩვევიან ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტსა და ფეხზე მყარად დგომის თვისებებს. ხმლისა და ფარის ეპოქაში მებრძოლის მთავარი მიზანი სწორედ სხეულის კონტროლი იყო. ორთაბრძოლაში მიწაზე დაცემა კი გარანტირებულ სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომაც დამწყებ მებრძოლებს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში თავიდანვე აჩვევდნენ ჭიდაობას. კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ეს სახეობა მებრძოლს არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც აკაჟებს. საბრძოლო ჭიდაობის ძირითადი პრინციპი რაც არის, რომ დაგდებამდე არის ჭიდაობა, ეს იმიტომ არის, რომ ბრძოლაში დაგდება ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასი არის დაცემა. ამიტომ ეჩვევა თავიდანვე რომ ფეხზე მყარად დგომას. ეს არის ყველაზე ძირითადი თვისება, რომელიც შემდეგ მებრძოლს გამოადგება მთელი ცხოვრების მანძილზე. ისტორიულად საქართველოს საბრძოლო ხელოვნებაში მართული იყო იმის რომ გაზრდილი ყოფილიყვნენ ძლიერი მეომრები, შესაბამისად ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში არის როგორც ქართული ჭიდაობა, ქალაქური კრივი და ასე შემდგომ. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ახალგაზრდების და განსაკუთრებით ახალი თაობის ბავშვების ჩართულობა ხელშეუწყოს არამხოლოდ მისი სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას, არამედ მათ იქნება დრო, რომელიც გამოიყენებენ თავიანთი ცხოვრების საომავლო პერსპექტივაში კიდევ უფრო კარგ განვითარებისათვის. ღია პირველობა მიმდინარე წლის ერთგვარი შეჯამებაა. ორგანიზატორთა განცხადებით, სწორედ ამიტომაც მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. ეს სახეობა სპორტის რამდენიმე წელია ვარჯიშობ აქ და დღეს საბედნიეროდ გავიმარჯვე, რამდენიმე რთული ბრძოლა მქონდა, მაგრამ შევძელი მოწინააღმდეგეს დამარცხება, მაგრამ ისინიც ძლიერები იყვნენ. თავი და თავია იდეა ამ აჭარის ღია პიროვნების შეჯიბრისა, თუმცა არის შედეგების გამოვლინება, საკუთარი პიროვნული შედეგების, ინდივიდუალური შედეგების ჩვენი მებრძოლების, ქართულ საბრძოლო ხელოვნების წევრებისა და მოვარჯიშე ბავშვების. დღესვე ბათუმის სპორტ სკოლაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა ქალაქურ კრივში. ფინალის საგზური მოიპოვა ბათუმელმა ზვიად ჯაფარიძემ, რომელმაც ორთაბრძოლაში ძიმეწონოსანი ირაკლი ქოქოსაძე დაამარცხა. მეორე ფინალისტი კი სტეფანწმინდელი გიორგი საბაური გახდა. მან ნახევარფინალში თბილისელ გიორგი ლაცაბიძეს ძლია. მოგეხსენებათ შეჯიბრები ატლეტიკაში არა გვაქვს ჩვენ. ქალაქურ კრივში ფაქტიურად აბსოლუტური კატეგორია არის. ბრძოლაც დაძაბული იყო. ბრძოლის შედეგად არ დაუზოგე თავი. გამოცდილების შედეგად გავიმარჯვე. სამომავლოდ მე ვფიქრობ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეა და უფრო იძაბება, ასე რომ ვთქვათ. და ფინალი იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან დაძაბული. საბრძოლო ჭიდაობაში გამარჯვებული და პრიზიორი მებრძოლები ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირმა თასებითა და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. ქალაქურ კრივში კი ფინალური შეხვედრა დეკემბერში, გორგასლობის დღესასწაულზე ჩატარდება.